რინგს უთმობ წყვილს ლელას გუნდიდან. შემდეგი წყვილი ესენი გახლავთ თაზო წივწივაძე და მისი მეწყვილე იქნება ნინუცა ბედიაშვილი. თქვენთვის შევარჩიე Boyz II Men-ის რეპერტუარიდან ძალიან ლამაზი სიმღერა და მისი სახელწოდება გახლავთ I'll make love to you. ეს ძალიან ცნობილი სიმღერა არის და ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან კარგად გაართმევთ თავს. ყურში სასიამოვნოდ ხვდება და ვფიქრობ, რომ ყველა თაობისთვის ძალიან სასიამოვნო, ესე ვთქვათ, სიმღერა არის, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით რინგზე. მე მახსოვს რა უთხარი ნინუცას ბლაინდზე, იმიტომ რომ ის სიმშვიდე, რაც მას აქვს თავის ნამღერში, მაგან მომხიბლა და გარდა ამისა ძალიან ლამაზი ტემბრის ხმა აქვს, ძალიან კულტურული მომღერალია. თაზო შედარებით გამოუცდელია და მითხრა კიდევაც, რომ სულ ახლახანს დაიწყო სიმღერა. თაზოს პირველ რიგში მომწონს ძალიან მონდომებულია. ყველა რეპეტიციაზე ახალ ნიუანს მატებს სიმღერას. თაზო უფრო, ესე ვთქვათ, რბილი მომღერალია და ამიტომაც შევარჩიე მისთვის ნინუცა, რომ იყოს ბალანსი მათ ნამღერში. ნინუცაზე კარგი ვნახე მის ვიდეოები YouTube-ზე და მოусმინე საკმაოდ ძლიერი კონკურენტია, ასე ვთქვათ. ჩვენ ღერით Boyz II Men-ის ძალიან ცნობილ და ყველასთვის საყვარელ სიმღერას I'll make love to you-ს ბავშვობიდან მიყვარს ეს სიმღერა და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, როცა ჩვენმა მწვრთნელმა ეს სიმღერა აგვირჩია. თავს გრძნობ არაჩვეულებრივად ამ სიმღერაში და ვფიქრობ, რომ კაი გამოვა. შევადარეთ ნინუცას გამოცდილება, ჩემი გამოცდილება, ნინუცას შესაძლებლობა, ჩემი შესაძლებლობა. თავიდან მეგონა, რომ შანსი არ მქონდა, მაგრამ დავფიქრდი ამ სცენაზე მართლაც ისეთ რაღაცები ხდება, რომ არავინ არ იცის რა მოხდება. შეიძლება მოვიგო კიდევ. არ ვიცი თვითონ რინგზე რა მოხდება და როგორი შანსები გვაქვს. მე რა თქმა უნდა მინდა რომ გავიმარჯვო. კარგი ბავშვები ხარ ძალიან. ეს ის სიმღერა, რომელიც ყველა თაობისთვის არის აბსოლუტურად მისაღები და ძალიან საყვარელი მელოდია. შესაბამისად ჯგუფიც ესემღერის Boyz II Men და ვფიქრობ, რომ თქვენც კარგად გამოგივა. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. რინგზე ქალისა და მამაკაცის ბრძოლა მხოლოდ ჩვენ შოუშია შესაძლებელი. ადამიანი, რომელიც თავისი მწვრთნელის უზომოდ მადლიერია იმის გამო, რომ შოუში მოხვდა. თაზო წივწივაძე. დაოჯახის მუსიკალური ტრადიციების გამგზელებელი ნინუცა ბედიაშვილი. Close your eyes, make a wish, and blow out a candlelight. For tonight is just your night. We're gonna celebrate all through the night. Pour the wine, light the fire, pour your wishes, my command. To your demons, I would do anything. All you need only is I'll make love to you like you want me to, and I'll hold you tight, baby, all through the night. I'll make love to you like you want me to, and I will not let go till you tell me to. Slow
concentrate on you. Boy, are you ready? It's gonna be a long night. Throw your clothes on the floor. I'm gonna take my clothes off too. I've been plans to be with you. Boy, whatever you ask me, you know I can do. I'm in love to you Like you want me to, and I hold you tight, baby. All through the night, I'll make love to you like you want me to, and I will not let go till you tell me to. Baby, tonight is your night, and I will do you right. Just make a wish on your night. Anything that you ask, I will give you the love of your life. Your like you want me to, and I hold you tight, baby. All through the night, I'm in love to you like you want me to, and I will not go till you tell me to. I'm in love to you like you want me to, and I hold you tight, baby. All through the night, I'm in love to you like you want me to, and I will not go till you tell me to. I'll make ნინუცა ბედიაშვილი და თაზო წივწივაძე. საოცარი შეკინება იყო. ნელა, შენს მეგრად ნერვიულობ, არ ვიცი გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღო. მანამდე მოდი მოიფიქრე და მე სტეფანეს ვკითხავ აზრს ამ დუეტთან დაკავშირებით. მეც არ ვიცი როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვერ ვიტყვი რომ დიდი განსხვავება იყო ამათ შორის. ნუ უფრო სტაბილური იყო ნინუცა ალბათ ცოტათ. თაზო არაფერი შენსაც წინააღმდეგო არ მაქვს პირადად. ეს ესეთი კონკურსია. ჩვენ უნდა შევაფასოთ და უნდა ვთქვათ, აქეთ იყო ოდნავ მეტი სიმღერა და ამიტომ აქეთ ხარ ეს ვიხრები რა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მწვრთნელი, ანუ ამ შემთხვევაში ლელა ღებულობს. ლელა გთხოვ მიიღო გადაწყვეტილება თაზო თუ ნინუცა, ნინუცა თუ თაზო. თავიდან როცა მოვიდა თაზო, მან თქვა რომ მე ხახანს დავიწყე სიმღერა და ფაქტობრივად არც მქონდა იმის იმედი რომ იმე შემომიბრუნდებოდაო, მაგრამ ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ რომ ის მაქსიმუმი დავდეთ. და მე ძალიან მადლობელი ვარ თაზო იმისთვის, რაც შენ გააკეთე დღეს რინგზე. ნინუცა გაცილებით უკეთესი იყო რეპეტიციებზე, ბოლო დღეს არ მეყო, მაგრამ რა თქმა უნდა მე უნდა გავაკეთო არჩევანი, იმიტომ რომ მე უკეთ ვიცი რა თქმა უნდა. ვინ იქნება ის ადამიანი, ვისაც ექნება შესწევს იმის ძალა, რომ გააგრძელოს ბრძოლა და ამ შემთხვევაში ეს არის ნინუცა. ნინუცა წარმატებები. ხალხ გავაცილოთ აპლოდისმენტებით ნინუცა ბედიაშვილი. თაზო კი მზად არის მოსატაცებლად, ლელა მიმართე შენს კოლეგებს თუ რატომ უნდა მოიტაცონ მათ თაზო. თაზო რატომ უნდა მოიტაცონ და იმიტომ უნდა მოიტაცონ, რომ ამ ბიჭმა ძალიან კარგად იმუშავა, არაჩვეულებად მუშაობს თავის თავზე. ნიჭიერი ადამიანია, უბრალოდ მას სჭირდება გამოცდილება, მას სჭირდება კარგი ხელისშევლება და მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი გემოვნებიანი მომღერალი დადგება. თუ ის არ დარჩება კონკურს მიღმა, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება მასთან მუშაობა. დიდი მადლობა, თაზო გინდა მიმართო მწვრთნელებს. ალბათ ამას მიმართა და მადლობა ყველაფრისთვის. პირიქით შედიდი მადლობა. თაზო მზად არის მოსატაცებლად. როგორც მივხვდი, თაზო კონკურსს გარეთ რჩება. წარმატებები მინდა გისურვოთ თაზო. გავაცილოთ აპლოდისმენტებით თაზო წივწივაძე. დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ თაზომ ყველაფერი გაითვალისწინა, ის რაც მე ვთხოვე,
თავისი მაქსიმუმი გააკეთა, მაგრამ ეს მაქსიმუმი არ არის აფარის იმისთვის, რომ შემდეგ ბრძოლა გააგრძელოს. ნინოცას ამის პოტენციალი აქვს, თუმცა მე დღეს არ ვარ ნინოცას ნამუშევრით კმაყოფილი, იმიტომ რომ მას ბევრად უფრო მეტი შეუძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პერიოდმა რაც ჩვენ ვიმუშავეთ, უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ნინოცა უნდა დარჩენილიყო პროექტში და არა თაზო. ძალიან კარგი მასალაა, ბოლოდ უნდა ბევრი მუშაობა და მისგან აუცილებლად დადგება კარგი მომღერალი. ისეთ ემოციებში ვარ, რომ ვერ გადმოვცემ, ძალიან მიხარია და დიდი მადლობა ჩემ მწვრთნელს და დიდი მადლობა სხვა მწვრთნელებს ასეთი შეფასებისთვის. ცოტა ავღელდი მაინც ის რომ შვიდად იყო, ალბათ გამოცდილება მაინც თავის საშუალება და უსურვებ წარმატებას ფინალამდე გასვლას. მოგებას.